20 ივლისს ინდონეზიაში სულავესის კუნძულთან სამგზავრო ბორონს ცეცხლი გაუჩნდა. თავდაპირველად ოფიციალური პირების ინფორმაციით შემთხვევის შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, თუმცა ეროვნულმა სამძებრო სამაშველო სააგენტომ 21 ივლისს განახლებული ინფორმაცია გაავრცელა და განაცხადა, რომ შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მგზავრი, რომლებიც თავდაპირველად გარდაცვლილად გამოაცხადეს, საავადმყოფოში ექიმებმა გადაარჩინეს. მათ შორისაა 2 თვის ჩვილი, რომელსაც ფილტვები ზღვის წყლით ჰქონდა სავსე. ეროვნულმა სამაშველო სააგენტომ შესაბამისი ოპერაციის შედეგად 568 მგზავრი გადაარჩინა, თუმცა როგორც ირკვევა, ბორანზე არსებულ მგზავრთა სიაში თავდაპირველად მხოლოდ 280 ადამიანი და ეკიპაჟის 15 წევრი იყო მითითებული. ინდონეზიის პროვინციის მანადოს საზღვაო ბაზის უფროსის ადმირალი ფრანკი პასუნა სიჰონბინგის თქმით, სამძებრო და სამაშველო ოპერაციებში 6 გემი და რამდენიმე გასაბერი ნავი იყო ჩართული. დახმარება მაშველებს ადგილობრივმა მეთევზეებმაც გაუწიეს. გადარჩენილები ახლომდებარე კუნძულებზე გაანაწილეს. სამძებრო სამაშველო ოპერაცია გრძელდება, თუმცა დაკარგულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ინდონეზიის მთავრობა ბორნის უკანა ნაწილში გაჩენილი ხანძრის მიზეზად უსაფრთხოების ზომების ცუდად დაცვას ასახელებს.